ბათუმში თამარის დასახლებაში თბილისის წამყვანი კლინიკების ექიმები აფხაზეთიდან დევნილებს უფასო გამოკვლევებს უტარებენ. აქცია აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებთან ერთად გაეცნო. Წელს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 10-მდე უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც იფსარგებლა 1000-მდე ბენეფიციარმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი მთავრობისთვის. აფხაზეთის მთავრობის ხდომაზე მინისტრებს დაევალათ 2026 წლის პროგრამები და პროექტები, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, უნდა იყოს მორგებული ჩვენი დევნილი საზოგადოების საჭიროებებზე და კეთილდღეობაზე. დევნილი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის როგორც აფხაზეთის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. მათზე მზრუნველობა ესეც პრიორიტეტია. ჩვენი რეგიონის პროგრამები, რომელიც არის პრაქტიკულად ყველა ჯანდაცვის რისკზე ორიენტირებული, პრიორიტეტულად ემსახურება და აფინანსებს ჯანდაცვის მიმართულებით და სოციალური მიმართულებით აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. მე წელს პირველად ვარ, გავიარე ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია. ყოველს საინტერესოა, რომ ერთ სივრცეში ტარდება, ძალიან კომფორტულია და მადლობა ამ პროგრამისათვის.